ხელმწიფე, რომელზეც დღეს გესაუბრებით, ხალხური მეხსიერების ნაწილად იქცა. მან თანაბარი კვალი დატოვა ისტორიულ მეცნიერებასა და ხალხურ გადმოცემაში. ის მითის, ლეგენდის პერსონაჟია, იმ ამბის გმირი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გაიზარდა და რომელსაც ყოველი ჩვენგანი აუცილებლად მოუყვება თავის შვილებს და შვილიშვილებს. მითი მონადირე მეფეზე, რომელმაც საქართველოს დედაქალაქი თბილისი დააფუძნა, ყველამ ვიცით, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვახტანგ გორგასალის რეალური ცხოვრება. ფაქტები, რომლებმაც ის არა მარტო ლეგენდარულ გმირად, არამედ დიდ სახელმწიფო მოღვაწედ, დიდ ხელმწიფედ აქცია. დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს. ვახტანგ გორგასალმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართველი ერის მეხსიერებაში და ეს ადგილი მან დაიმკვიდრა თავისი სახელმწიფო, სამხედრო და საეკლესიო პოლიტიკის წყალობით. სრულიად პატარა იყო 7 წლის, როდესაც გარდაეცვალა მამა, ქართლის მეფე მირდატი და დაახლოებით ამავე წლებში საქართველოს შემოესია ალან ოცთა საკმაოდ დიდი ლაშქარი, რომელმაც ააწიოკა ქართლი, დაიკავა ქალაქი კასპი, მეტიც თავად მეფის და მირანდუხტი გაიტაცეს. სრულიად ახალგაზრდა 15 წლის ვახტანგს მოუხდა ლაშქრობა ჩრდილოეთ კავკასიაში, რასაც შედეგად მოყვა ალან ოცთა დამარცხება, ჩრდილო კავკასიის კარების დაკეტვა, დარიალის კარების ჩაკეტვა. ამ ლაშქრობის შემდეგ ვახტანგმა აფხაზეთის გზით დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ეგრისის და სვანეთის დიდი ნაწილიც დაიმორჩილა. შემდეგ საქართველოს სამეფოს მოგვიანებით მან შემოუერთა ჰერეთი, ბიზანტიასაც შეუტია და დაიბრუნა კლარჯეთი. ამდენად პრაქტიკულად მან კვლავ გაერთიანა სამეფო. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ვახტანგ გორგასლის საეკლესიო პოლიტიკა. სწორედ ვახტანგ გორგასლის დროს მისი ინიციატივით, მისი ღვაწლით მოხდა ის, რომ საქართველოს ეკლესია გახდა ავტოკეფალური, ანუ დამოუკიდებელი ეკლესია და გამოეყო ანტიოქიის საპატრიარქოს. სწორედ ვახტანგ გორგასლის დროს ჩაუდგა სათავეში საქართველოს ეკლესიას მთავარეპისკოპოსი კათოლიკოსის ტიტულით. პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე, ის სასულიერო პირი, რომელიც ვახტანგ გორგასალმა სამუელთან ერთად გაიცნო ბიზანტიაში ლაშქრობის დროს. სწორედ ვახტანგ გორგასლის სახელთან არის დაკავშირებული არა მარტო კათოლიკოსების დაწესება საქართველოში, არამედ ეპარქიათა რიცხვის ზრდაც. ხაზგასაცმელია ვახტანგ გორგასლის სააღმშენებლო საქმიანობაც. მას შემდეგ, რაც მან კლარჯეთი შემოიერთა, სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული აქ არტანუჯის ციხე-ქალაქის აშენება. ჰერეთის შემოერთების მერე და მას შემდეგ, რაც მან ჰერეთის საერისთავო შექმნა, მის ცენტრად, მის მიერვე აშენებული ხორნაბუჯი აქცია. საყოველთაოდ არის ცნობილი ვახტანგ გორგასალი როგორც თბილისის დამაარსებელი. ვახტანგი მართლაც აპირებდა, როგორც ჩანს, თბილისში დედაქალაქის გადმოტანას, მის მიერ არის დაწყებული აქ სააღმშენებლო სამუშაოები, მაგრამ თბილისის დედაქალაქად გადაქცევა დაკავშირებულია მისი შვილის დაცის სახელთან, რომელმაც შემდეგ გააგრძელა მამის მიერ დაწყებული ეს საქმე. ვახტანგ გორგასლის მიერ არის აშენებული ხის ეკლესიის ნაცვლად სვეტიცხოვლის ქვის ტაძარი. თავად ვახტანგ გორგასლის რეზიდენცია მდებარეობდა მის მიერვე აშენებულ ციხე-ქალაქ უჯარმაში. სხვათაშორის აქვე უჯარმაში ირანელებთან ბრძოლაში მძიმე დაჭრილი ვახტანგი აღესრულა. სიკვდილის წინ ვახტანგმა დაიბარა კათოლიკოსი, დედოფალი, დიდებულები და აი ამ სიტყვებით მიმართა მათ. აც გამცნებ თქვენ, რათა მტკიცეთ სარწმუნოებასა ზედას დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისა ზედა, რათა წაროვალი დიდება მოიგოთ. საქართველოს ისტორიის, კულტურული და სულიერი ცხოვრების ეს გარდამტეხი ეტაპი, რომელზეც დღეს გესაუბრებით, 1977 წელს 25 დეკემბერს დაიწყო და ერთიანად შეცვალა თითოეული ჩვენგანისა და ზოგადად საქართველოს ცხოვრება. ზუსტად 31 წლის წინ
1977 წლის ნოემბერ-დეკემბერში ყველა ქართული მორწმუნის და არა მარტო მორწმუნის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო სიონის ტაძრის ეზოში მდებარე აი ამ პატარა შენობისადმი, სადაც იმ დროს განთავსებული იყო საქართველოს საპატრიარქოს კანცელარია და ამავდროულად კათოლიკოს პატრიარქის რეზიდენცია. საქმე იმაშია, რომ კათოლიკოს პატრიარქ დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ ამ შენობაში ბინა დაიდო ახალმა ბინადარმა. ცხუმაფხაზეთის ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა ილია შიოლაშვილმა. სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა აერჩია ახალი კათოლიკოს პატრიარქი, გაიმართა 1977 წლის 23 დეკემბერს აქ თბილისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში თბილისის სიონში. კრებას ესწრებოდა საქართველოს ეკლესიის ყველა მმართველი მღვდელმთავარი და საპატიო სტუმარი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი უწმიდესი პიმენი. კრებამ ერთხმად აირჩია ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია მოხდა 2 დღის შემდეგ 25 დეკემბერს მცხეთის სვეტიცხოველში. კომუნისტური მმართველობის ხანა იყო, ათეიზმის ხანა იყო, ხალხმა იგრძნო რაღაც ახლის მოახლოება და განსაკუთრებით ახალგაზრდობა დაიძრა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრისაკენ, რათა ეხილა თავისი ეკლესიის ახალი საჭეთპყრობლის აღსაყდრება და ყველანი, ვინც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იმ დღეს ვიმყოფებოდით, გრძნობდით რაღაც დიაც განსაკუთრებულს და გვინდოდა რომ ეს დღე დიდხანს გაგრძელებულიყო და ყველანი განსაკუთრებული სიხარულით და განსაკუთრებული ოპტიმიზმით გრძნობით ვიყავით გამსჭვალული და როგორც დროის შემდგომა პერიოდმა ჩვენა ეს ოპტიმიზმი არ იყო შემთხვევითი. 70-იანელებს თაობას, რომელმაც ახლა საშუალო ასაკს გადააბიჯა, მაშინ კი სრულიად ახალგაზრდა იყო. კარგად ახსოვს ეს მოვლენები, რაღაც ხდებოდა, რაღაც ახალი, იმედის მომცემი და ნათელი. და თუმცა იმ დროს დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე, ჩვეულებრივ დღეებშიც პარტიული მუშაკები ისევ აწყობდნენ რეიდებს ეკლესიაში, ადამიანთა ნაკადს ვეღარაფერი აჩერებდა. სამშაბათის ქადაგებების სიონში, ახალგაზრდა სტიქაროსნები, ახალგაზრდა სახეები მრევლში, სულიერი კულტურული აღორძინების პროცესს დასაბამი მიეცა და ამას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერისკაცობაში ირაკლი უდუშაური შიოლაშვილი დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, სადაც ცხოვრობდა ამ დროს მისი ოჯახი. დაიბადა მორწმუნე მართლმადიდებლების გიორგი უდუშაური შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის ოჯახში. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წარმოშობით არის ხევიდან. ისტორიული ხევი გამოჩენილი ადამიანებით განთქმული იყო საქართველოს ისტორიაში და პატრიარქის წინაპრები, ხუდუშაურთა გვარი თავის არსებობას იწყებს ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან. ვახტანგ გორგასალის ჩრდილოეთში ლაშქრობის დროს თავი გამოუჩენია სნოს, ხოლო მას მეფეს მოუნათლავს მისთვის შვილი ღუდუშა და აქედან წამოსულა ღუდუშაურთა გვარი. მე-17 საუკუნიდან ღუდუშაურთა გვარს გამოეყო შიოლაშვილები, შიოლა ღუდუშაური შთამომავალი და აქედან მოდიან უკვე შიოლაშვილთა შტო, ღუდუშაურ შიოლაშვილები და აი ამ შტოს წარმომადგენელი გახლავთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე. მისი უწმინდესობის მამა გიორგი სიმონიძე შიოლაშვილი გამორჩეული პიროვნება იყო არა მარტო ხევში, არამედ ჩრდილო კავკასიაში, ოსეთში, სადაც მან არაერთი კარგი საქმე გააკეთა, მათ შორის ყველაზე მაინც გიორგი შიოლაშვილის სახელზე და სახელი დარჩა იმით ისტორიაში, რომ მან კომუნისტების მმართველობის ჟამს ვლადიკავკაზში ორჯონიკიძესი ააშენა ეკლესია და ამ ეკლესიის მრევლი დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით იგონებს გიორგი სიმონიძე შიოლაშვილს და მის ღვაწლს ვლადიკავკაზის ქრისტიანული მრევლის წინაშე. აქვე ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში დაამთავრა მან 1952 წელს საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში. ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში, როგორც მას უწოდებდნენ, ხოლო 1956 წელს სწავლა გააგრძელა ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. ვერატაკვეციდან 2 დღის შემდეგ ბერი ილია კათოლიკოს პატრიარქმა მელქისედეკ მესამემ ხალაძემ აკურთხა დიაკონად სიონის საკათედრო ტაძარში. კვლავ გაემგზავრა მოსკოვში დიაკვანი ილია
გააგრძელა სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1960 წელს, მაგრამ მანამდე 1959 წელს კათოლიკოს პატრიარქ მელქისედეკის წარდგინებით, მისი თანხმობით რუსეთის პატრიარქმა ალექსი პირველმა ის აკურთხა მღვდელმონაზვნად. აკადემია მღვდელმონაზონმა ილიამ დაამთავრა 1960 წელს და მიუხედავად იმისა, რომ მას შესთავაზეს დარჩენილი იყო აკადემიაში და გაეგრძელებინა სამეცნიერო მუშაობა, ის საქართველოში ბრუნდება. ბრუნდება და 1961 წელს აყვანილ იქნა იღუმენის პატივში, იმავე წელს არქიმანდრიტის პატივში. 2 წლის შემდეგ 1963 წლის აგვისტოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ეფრემ მეორემ აკურთხა იგი შემოქმედელ ეპისკოპოსად. რამდენიმე წლის შემდეგ 1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმაფაზეთის კათედრაზე და 1969 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში. საეკლესიო ცხოვრების აღორძინება საქართველოში დაიწყო მისი უწმინდესობის კათოლიკოს პატრიარქად არჩევისთანავე. 1978 წელს ახდა წინა პერიოდის პატრიარქთა ოცნება. გამოიცა პერიოდული ორგანო საქართველოს საპატრიარქოსი ჟურნალი ჯვარი ვაზისა. 2 წლის შემდეგ 1990 წელს დაიწყო გამოცემა გაზეთმა მადლი. 1979 წელს გამოიცა საღვთისმეტყველო კრებული. პირველი 2-3 წლის განმავლობაში კათოლიკოს პატრიარქმა აკურთხა რამდენიმე ახალი ეპისკოპოსი. 1978 წლიდან 2000 წლამდე, 2003 წლამდე გაიზარდა საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი. 15 ეპარქია იყო იმ დროს, როდესაც კათოლიკოს პატრიარქად აირჩიეს ილია მეორე, დღეს ეპარქიათა რიცხვი 37-ია. გააქტიურდა საქართველოს ეკლესიის საგარეო ურთიერთობები. პირველსავე წლებში კათოლიკოს პატრიარქად არჩევის შემდეგ მის უწმინდესობას სტუმრად ეწვივნენ, ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, რუსეთის პატრიარქები. შემდეგ ბულგარეთის პატრიარქი. რამდენჯერმე ვიზიტად იმყოფებოდნენ სომხეთის კათოლიკოსები. საქართველოში საღვთისმეტყველო სკოლის და საერთოდ ზოგადად სასულიერო სწავლების აღორძინებისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ 1988 წელს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა თბილისის სასულიერო აკადემია. რამდენიმე წლის შემდეგ უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი შეიქმნა ქუთაისშიც, გელათის სასულიერო აკადემია. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერული ღვთისმეტყველების განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 1995 წელს შეიქმნა გელათის მეცნიერებათა აკადემია. თავად კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ღენიადად ქადაგებს რელიგიისა და მეცნიერების დაახლოებაზე, 2005 წლის მარტში აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად. ცოტა უფრო მოგვიანებით 2005 წლის მაისში კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისთვის შეიქმნა კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდი, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთა. როდესაც მისმა უწმინდესობამ გადაწყვიტა პატრიარქის ფონდის დაწესება და დაარსება და დაფუძნება, ამოსავალი წერტილი ამ გადაწყვეტილების მიღებისა მე ვფიქრობ იყო ის, რომ ჩვენი ქვეყანა იდგა და დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე. ეს გამოწვევები აწარმოებს საკმაოდ ფუნდამენტალურ ხასიათს და გლობალიზაციის პირობებში, რაც რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანასაც შეეხება და ამას ყოველთვის აღნიშნავდა მისი უწმინდესობა, აუცილებელი იყო კიდევ ერთი ძალიან ძლიერი და დამატებითი ბერკეტი, რომ ჩვენთან მომხდარი იყო ჩვენი ეროვნული კულტურის, ჩვენი ეროვნული ფასეულობების, მეცნიერების და ყველა ამ მიდგომის ასე ვთქვათ კულტივაცია. ამის უფრო ახლო მიტანა და გაცნობა მათ შორის ახალგაზრდობისათვის. მოხდა ქართული ისტორიული ჟურნალების აღდგენა, ეს მნათობი და ცისკარი მაქვს მხედველობაში, რომლებიც ფაქტიურად გაჩერებულები იყვნენ, რომლებიც ეხლაც ასე ვთქვათ საჭიროებენ გარკვეულ დახმარებას და ფონდი მუდმივად ზრუნავს ამაზე. აგრეთვე ფონდმა თავისი მუშაობის ერთ-ერთ პერსპექტიულ, ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად დაისახა ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. სწორედ აქ მოხდა ასე ვთქვათ ჩამოყალიბება იმ იდეისა, რომ უნდა მოხდეს თვითონ იმ ფსიქოლოგიური და იმ გარემოს დამკვიდრება, როდესაც ნარკომანობა და ნარკოტიკების გამოყენება გარკვეულწილად სირცხვილი იქნება და სწორედ იმ განწყობის ჩამოყალიბება საზოგადოებაში, რომ ნარკომანია ეს არის ის სენი, რომელთანაც ერთად საქართველოს მომავალი არ აქვს. ფონდი ეწევა ისეთ ერთი შეხედვით არა პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხებს სახელმწიფოსათვის და ერისათვის,
როგორიც არის დემოგრაფიული პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოში. თქვენ მოიხსენებათ იგივე უწმინდესის ინიციატივა, რომ ყოველ მესამე ბავშვს საქართველოში და შემდგომს პატრიარქი ნათლიათ უდგება. ამავე დროს აქ შემუშავებული იქნა საქართველოს დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია. ეს არის ძალიან ფართომასშტაბიანი დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში წამყვანი მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას. აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდში ჩამოყალიბებული არის დროებითი კომისია, რომელმაც ჩამოაყალიბა კონცეფცია საქართველოში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი დარგის განვითარებისათვის და ამას ჩვენ ვფიქრობ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის და ენერგეტიკის განვითარებისათვის. უნდა ითქვას აი სწორედ ეს, რომ პატრიარქი თავისი მოღვაწეობით, თავისი აზროვნებით, თავისი ასე ვთქვათ მასშტაბით წვდება ყველა ამ საკითხებს, დაწყებულს ლიტერატურიდან დამთავრებულს აი ეკონომიკის და მეცნიერების აი ამ დარგებამდე. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად მისი მოღვაწეობა იძლევა იმ იმპულსებს, რა მიმართულებითაც შემდგომ ერმა უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა და განვითარება. იგივე ის, რომ თქვათ ფონდის მეშვეობით პატრიარქმა ძალიან დიდი დახმარება გაუწია ტელევიზიის განვითარებას, კონკრეტულად აი ამ საპატრიარქოს ტელევიზიის განვითარებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უწმინდესობის ილია მეორის ღვაწლი, მისი დამსახურება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხში. 1917 წლის შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ ცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და მხოლოდ მისი უწმინდესობის ღვაწლით, მისი დამსახურებით, მისი დაუზოგავი შრომით მოხდა კონსტანტინოპოლის მხრიდან ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა. 1811 წელს რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. მთელი პერიოდი 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიას და მის სამწყოს განაგებდნენ რუსი ეგზარქოსები, რასაც ქართველი ხალხი არასოდეს არ შერიგებია და იბრძოდა ავტოკეფალიის აღსადგენად, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის 12-25 მარტს, როდესაც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქართველმა სამღვდელოებამ აღდგენილად გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. მიუხედავად იმისა, რომ 1917 წელს აღსდგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა თავს იკავებდა რუსეთის ეკლესიის რიდით, რომ ეცნოთ საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. მართალია 1953 წელს რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ სოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიები, განსაკუთრებით სოფლიოს საპატრიარქო კონსტანტინოპოლისა თავს იკავებდა და ითხოვდა განსაკუთრებულ საბუთებს, რომ დამტკიცებულიყო, რამდენად სწორი იყო ეს ავტოკეფალიის აღდგენა. ბოლოს და ბოლოს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თავდადებული შრომის შედეგად, რომელიც ჯერ კიდევ 1963 წლიდან დაიწყო შემოქმედელ ეპისკოპოსად მისი აღსაყდრების შემდეგ, 1990 წლის თებერვალში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია აღიარა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ, მისი უწმინდესობა საქართველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად მარტის დასაწყისში ჩავიდა კონსტანტინოპოლში ამ მტკიცებულებათა სიგელის წამოსაღებად. თავად მისი უწმინდესობა არამხოლოდ სულიერი მოძღვარი ერის, არამხოლოდ განმტკიცებელი ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიისა, არამედ თავად ბრძანდება შემოქმედი, ბრძანდება შესანიშნავი მუსიკოსი, საგალობლების ავტორი და ბრძანდება ხატმწერი. უაღრესად დიდია მისი უწმინდესობის დამსახურება, მისი ღვაწლი ქართული ეკლესიისა და ქართული ერის წინაშე. განუზომლად ბევრი რამ გააკეთა მან საქართველოს ეკლესიისთვის, ქართული ერისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ გვირგვინი მთელი მისი მოღვაწეობისა არის ის შესანიშნავი ტაძარი, სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც მისი ლოცვა კურთხევით აიგო თბილისში. რიგითი ადამიანის შეცდომები მისი ახლობლების გარდა არავის ახსოვს, მაგრამ ისტორიული პერსონაჟი ყოველთვის უფრო დაჟინებული ყურადღების, უფრო მკაცრი და ულმობელი გასჯის ობიექტია. ხდება ისეც, რომ მოღვაწის რეპუტაცია ისტორიულ გარემოებებს ეწირება. წლის დეკემბრის მიწურულს 28 დეკემბერს, ესე იგი 208 წლის წინ გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი მე-12. ახალ 1801 წელს და ახალ საუკუნეს, მე-19 საუკუნეს ქართლ-კახეთის სამეფო შეხვდა მეფის გარეშე. სამწუხაროდ შემდეგაც ვერ მოხერხდა ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენა. 1801 წელსვე რუსეთის იმპერიამ გაუქმა ქართლ-კახეთის
სამეფო და შეუერთა იგი რუსეთის იმპერიას ჩვეულებრივი გუბერნიის სახით. გიორგი მე-12-ის სასახლე, უпростоროდ სახლი, სასახლეს მას ვერ უწოდებ, მდებარეობდა სადღაც აი ამ მიდამოებში დღევანდელი ერეკლე მეორის მოედანზე. გიორგი მე-12-ის მოღვაწეობა ძალიან ხშირად ნეგატიურად ფასდება ისტორიკოსების მიერ. ძალიან ხშირად წერენ, რომ მხოლოდ გიორგი მე-12-ის უნიათო მოღვაწეობამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიამ გაუქმა ქართლახეთის სამეფო. მართლაც გიორგი მე-12-მ თავისი მეფობის წლებში და ის მხოლოდ 2 წელიწადი მეფობდა 1798 წლიდან 1800 წლამდე. გიორგი მე-12-მ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ტახტი და გადაეცა თავისი მემკვიდრეებისთვის, თავისი შვილებისთვის, მართლაც წავიდა იმაზე, რომ შეეზღუდა მეფის უფლებები, იმაზე მეტად ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო გეორგიევსკის ტრაქტატით. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ გიორგი მე-12-ს ჰყავდა ბევრი ძმა, ბევრი ნახევარ-ძმა, ძალიან ბევრი ბატონიშვილი იყო ამ დროს საქართველოში, მათ შორის მიმდინარეობდა ბრძოლა, გიორგი მე-12 მათ ებრძოდა და ისედაც დასუსტებული სამეფო კიდევ უფრო სუსტებოდა. გიორგი მე-12 1756 წელს დაიბადა 10 ნოემბერს, ის იყო ერეკლე მეორისა და მისი მეუღლის ანა აბაშიძის შვილი და როგორც უფროს ეკუთვნოდა ტახტი. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლემ რაღაცა პერიოდში შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის წესი, გიორგი მე-12 მოახერხა მაინც და დარეჯანის საპირისპიროდ, დარეჯანი მეორე მეუღლე იყო დედოფალი დარეჯანი ერეკლე მეორისა, მაინც აღადგინა მემკვიდრეობის ძველი წესი, ანუ უფროს შვილზე ტახტის გადასვლისა. აი სწორედ ამ უფლების დაკარგვის ეშინოდა გიორგი მე-12-ს და მისი ეს ნაბიჯები ალბათ ამით იყო გამოწვეული. გიორგი ბატონიშვილი, მომავალში გიორგი მე-12 პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება 1760-იანი წლებიდან. სხვადასხვა მას ხშირად ჰქონდა უთანხმოება მამასთან, ერეკლე მეორესთან. ერთ-ერთი უთანხმოების შემდეგ მათ ჰქონდათ დაზაბული ურთიერთობა. ეს უთანხმოება გამოწვეული იყო იმით, რომ გიორგი მე-12 ნამდვილი იყო პაატა ბატონიშვილის შეთქმულების მონაწილეთა ძალიან სასტიკი დასჯით. უნდა აღინიშნოს, რომ თავად გიორგი მე-12 გამოირჩეოდა განსაკუთრებული ღვთის მოშიშობით, ძალიან მორწმუნე იყო, არასოდეს არ აცდენდა წირვალოცვას. სხვადასხვა მას ჰქონდა ცოტა უტოპიური განუხორციელებელი იდეა თბილისში მცხოვრები სომხი მონოფიზიტების მართლმადიდებლობაზე მოქცევისა. აღსანიშნავია ისიც და ხაზგასასმელია, რომ 1795 წელს აღამახატ-ხანის შემოსევის შედეგად დანგრეული სამეფო პალატების კვლავ აგებისათვის შეგროვდა საკმაოდ დიდი თანხა, მაგრამ გიორგი მე-12 სამეფო პალატების აშენების და განახლების ნაცვლად ეს თანხა მოახმარა ეკლესია-მონასტრების აღდგენას და ახლის აშენებას. 1800 წლის დეკემბერში გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრე დავით გიორგიძე სამეფო ტახტზე აღარ აუყვანიათ, როგორც უკვე აღნიშნე, რუსეთმა რამდენიმე თვის შემდეგ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო. დასაწყისები, დასასრულები და კიდევ დასაწყისები. ისტორია, რომელიც ამ მუდმივ წრებრუნვას აღწერს, ულევი ოპტიმიზმით გვავსებს, რადგან ყოველთვის გვიტოვებს აღორძინებისა და განახლების იმედს.